სანამ მაგას ელოდებით, მანამდე შეგვიძლია რომ კიდე ერთი ორაგულის კერძი ვისწავლოთ, რომელსაც ქვია ორაგულის ტარტარი. დავჭრათ ყველა ინგრედიენტი ძალიან წვრილად. ჯერ დავჭრეთ ხავხს, შემდეგ ბულგარულს, შემდეგ მწვანე წიწაკას და ბოლოს ტკბილ მანგოს. თითქმის ყველაფერი მზად გვაქვს, ახლა გადავიდეთ ორაგულის დამუშავებაზე. კან გაცლილი ორაგული დავჭრათ, როგორც ვიდეოში ნაჩვენები, ძალიან წვრილად პატარა კუბებად. დაჭრილი ორაგული ჩავყავთ ჯამში, დავუმატოთ ტკბილი მანგო, მწვანე წიწაკა, წითელი ბულგარული, ლიმონის წვენი, მარილი და ზეითუნის ზეთი და კარგად ამოურიოთ. ავოკადოს გავაცვალოთ კანი, დავუმატოთ მარილი, ლაიმის წვენი, წითელი ხახვი და კარგად ჩავჭრიდოთ. აიღეთ მრგვალი ფორმა, დადეთ თეფში და ჩადეთ შიგნით მანამდე მოზადებული ტარტარი და ზემოდან დადეთ ავოკადოს მასა. მოვაყარეთ ზემოდან წითელი წიწაკანი პაპრიკა და მიირთვით გახუხულ პურთან ერთად. და მიირთვით გახუხულ პურთან ერთად. ეს ჩვენი ტარტარი და თუ გიყვართ უმი თევზის ხორცი და უმი ორაგული, ძალიან მოგეწონებათ, იმიტომ რომ აქ სიცხარე, მანგოს სიტკბო, ლიმონის ან ლაიმის სიმჟავე და ორაგულის გემრიელი სიგემო და ავოკადოს კრემოვნება, ასე ვთქვათ.